კაი, დავიწყოთ მაშინ ეს რაღაც. გამარჯობა. ემთვია პაპუნა. მე ვარ ელისაბედი. სასიამოვნოა. მიზეზი ჩვენი დღევანდელი შეხვედრის არის ის, რომ უბრალოდ ვისაუბროთ გითხრა შენი მოსაზრება ზოგადად, იმიტომ რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხარ ცხოვრების. მე-18 კლასში ხარ, ხო? მე აბიტურიენტი ვარ, ხოლმე დამფერი ვქნებოდი. ხო, ძალიან კარგი. ხო და უბრალოდ მომიყევი, ანუ შენ გეგმებზე საიდან მოხვდი აქ, რას ფიქრობ, როგორ გინდა რანაირად გეგმო? მე მგონი ყველაზე უცნაურად მე მოვხდი აქედან. დიდად არ ვიცი სხვებს რა ისტორია აქვს, მაგრამ ჩემი არის ძალიან ისეთი უცნაური, იმიტომ რომ მილანში მივფრინავდი, მქონდა ანუ უკვე მეჩქარება აეროპორტში, ვაგვიანებ და წინა დღეში, ანუ აი პედნო ჩოდა ჩემოდაში უკვე რა აი წამები მაქვს რაღაც და წინა დღეში უფრო სწორად წინა რამით რაღაცა სულ ანუ ძალიან ესე სპონტანურად შეავსე ეს კასტინგის რა ქვია ფორმატი თუ რაც არის მაგრამ შესავსები შეავსე და ვფიქრობ რომ აი რაღაცა ძალიან ხუმრობი და ახლა გულწრფელად რაც წამოვიდა გულიდან აი ეგენი შეავსე ყველაფერი და ვფიქრობ რომ აი ახლა ვინ უნდა შეხედას ამ ჩემ რაღაცა რაღაც ვიბოდიალესავით და რაღაც ვიხუნე თან მართლბულს ფელდეს არ მომიგონია რა მართლა რაც იყო ისინი დავწერე და მე უბრალოდ ავაიბეთ რომ და ეს უცებ გახსნილი იყო ეს საიტი ანუ ეს ავიასისა და მითი კაი ჯერებას მოდი საბმიც მივაჭა და ესე ავდექი და გავაცავე ჩავტენე საიტი და გავეკალე აეროპორტისკენ ხო და გადის ხანი და დედაჩემს მე ვარ მილანში და არ ვიცი ტელეფონზე ზარიატო არ შემომდიოდა და მოკლედ დედაჩემი მირეკავს რომ ელისაბედ ყავედან დამირეკესო მეთქი ვარ აგავე საერთოდ გადავიწყებული მაგ ეს საერთოდ რომ რაღაცა გავაგზავნე ჩემთვის მაიმუნი და მეთქი რა ყავია და მე დამარყვა თავში გამინაც და გონება და მივხვდი რომ თურმე იქიდან დაურეკეს და მე მითქი მე რატომ დამირეკეს ალა მაინც დავაიქ მე რა განავდარე ახლა აქ ისეთია ჩემი რაღაცა ისე პოდიალით რაღაც ესე ანგრაში დავაქვათ და მოკლედ თავიდან ხო დედაჩემს სასაცილოის იყო დედაჩემს დაურეკეს ყავია მაქვს განოწერილი მე და უყურებ ხოლმე ფილმებს და თავიდან დედაჩემს ახსოვდა და მქონდა მე მოვინა თქვამი და რუშეროვს ეს საკუა კასტინგზე მოვეღო რომ იმენა და ეკონა რომ ვიმე ყავია და რო გირეკავთ რომ უთხრეს პირველი პირში რასთან ვიმე თვალიანება ყველას მაგის გამო ხო არ მირეკავდნენ აი საერთოდ ზიანი იყო მე რაღაცა გაახსენა რომ ჩემთვის რაღაცა ვთქვი რომ აი შევავსე რაღაცა ხო და აი საიდან გაიგე მაგის შესახებ გასა ეს გავიგე და საიდან გავიგე ესა კინოში ვიყავით სითიმოლში და სანამ კინო დაიწყებოდა ესე როგორ მოვხდი ბრიტანეთში აბიტურიენტებისთვის გადაცემა და მე გამახსენდა რომ ხო რატო არა შევავცებ უბრალოდ იმ რამეს მე რაღაცები ვიბოდიან და მე გავაგზავნე ესე შემთხვევით ანუ რეკლამა და გაიგე ეს ეგ ბრიტანულ უნივერსიტეტში ესაკ ფრიცოდი რამე ინფორმაცია ხაზა შორის არ მიცოდი ესე პერი რაღაც არ მეგონა რომ თბილისშიც იყო ბრიტანული უნივერსიტეტი და ძალიან გამიხარდა რომ თუნდაც ასეთი კარგი უნივერსიტეტია კიდევ ერთი და ძალიან კარგი ფაკულტეტები გაქვს თქვათ შორის მომეწონა ძალიან კარგი ჩავათვალიერ აუთხნი აი თვითონ უშუალოდ ამ პროექტში მონაწილე როგორც მონაწილე რა გამოცდილება მიიღო გადასხარე პირველ რიგში და უმთავრესად ახლა ყველა მაგას მომს ხოლმე რომ აი ძალიან კარგი ხალხი გავიცან მაგრამ მართლა იგრი აი და გავიცანი რაც ესე ვიქნები საინტერესო ვიქნები და ვიტყვი რომ მართლა უკარგესი ადამიანები გავიცანი პირველ რიგში აი ოქროს ადამიანები და მართლა რომ უყურებ თითოეულ მათგანს ისეთები მარტო მეგობრებს გულისხმობთ თუ დაბული აბსოლუტურად მე რა ხა იქ რაღაც ესე ყავი ყველაზე დამეხვია თავზე არ ვიცი ეგ ისტორიაზით თუ არა მეც ცოტა მე მგონი ამ 12 საათიანმა თუ ძალიან ცელმა გადაღება მოკლედ იმას რა ქვია იმოქმედა ჩემზე თან უძველი ვიყავი და ცოტა ისება გულისწას პარასოა კოგე ხა მაგრამ მე გარაფერი რა მთავარია ყველა უცებ დამეხვია და ისე ვიყავი რომ მე უცებ ავდექი ეგა ანუ შეგვიძლია რაღაცა სტაფიც ყველა თითოეული მასგარი იყო ძალიან მეგობრული რაღაც მასალსახში ვიგონა თავი იმიტომ რომ აი
არ გძაბავს არავინ და ის რომ თუნდაც აი პირველი გამოცდილება თუნდაც ხა ეკრანზე ხარ პირველად მიუხედავად იმისა რომ მე ანუ მოდელობით ვარ დაკავებული და რაღაცა ვიცი მაინც როგორია თქვა კამერასთან მუშაობა ასე თუ ისე სხვანაირი გამოცდილება ეს აი რადიკალურად სხვანაირია რაც ან უნდა ჩაგწერონ და უნდა იპოპარაკო და თავარია ანუ რაღაც ასოციაციობა იბიზენი კი და თან ესეთი ან უცნაური აიმხრივ რა ქონდა რასოს გამოცდილი მაგრამ თასასია მომენტი რომ რაც კარგია რომ გამოსდი ახალ იმასთან ამ ბლოში არასდროს არ ყოფილვარ და ყველა ისეთ გარემოს ქმნის და ისე იქცევა და ყველა ისე პასუხისმგებლიანად უდგება თავის საქმეს რომ ანუ შენ გძნობ თავს როგორც რა ვიცი ანუ ურჩევ ახალგაზრდობას რომ ამ პროექტში მიიღო ისე რა თქმა უნდა და ის დარჩენით 11 ბავშვი ჩემ გარდა ხო საერთოდ არ ვიცი ისინი არიან იმათ ინტერესს არ საუბარიან მაგრამ ყველა ხარპები და ვუნდერკინდები მართლა მე დოფსებ მართლა ვონს და ყველა გასწავლებულია მაგრამ აი ეგ არის რა მამაზი რომ ყველა იმდენად განსხვავებულია მაგრამ თან კარგი ადამიანები არიან პირველ რიგში მე მაგას ვუყურებ ხოლმე ზოგადად ცხოვრებაში ალბათ მაინც ნიშნავენ რა შენ სურთი კი და აი ყველა ისე იყო მე რადგან გასაუბრება მქონდა ზუმში არ ვიყავ მილანში ვიყავი და ზუმში მქონდა გასაუბრებაც და თვითონ გავიეს დაგვირეკეს და ბავშვები აქ იყვნენ მოერთმანს უკვე იცნობდნენ და უფრო ისე იყვნენ კიდე უფრო ახლოს მაგრამ საერთოდ ერთი ამითაც არ მიგნია ის რომ მე ვთქვათ პირველად ვიყავი მოსული და პირველად ხედავდი მათ ასე ვთქვათ რეალობაში რეალში. კაი, გასაგებია. უშუალოდ ანუ ეს ალბათ თავიდანვე იცოდი ხო, რას ემსახურებოდა ეს რეალიტი შოუ პირობითად დიდ ბრიტანეთში. წასვლა საზაფხულო სკოლაში, მერე აქ უნივერსიტეტში, ზოგადად მაგაზე რას ფიქრობდი, ანუ რატო საერთოდ რატო გადაწყვიტე, ანუ თუნდაც ან ინგლისში წასვლა, ამ კონკრეტულად ამ უნივერსიტეტის სამარხში. ხო, ზოგადად არ ვიცი. ესე ბრიტანეთზე მე თვითონ არასდროს ისე არ მიფიქრია, რომ მოდი ახლა წავალ, მაგრამ იმდენად რაღაცნაირი კარგი შესაძლებლობა იყო და თუნდაც ანუ დავაფასე რომ ეხლა ვიღაც ადგა უნივერსიტეტი, გადაწყვიტა რომ მოდი ერთ კურსს ბაკალავრს დავუფინანსებთ და თან გავუშვებ იმაში რა ქვია summer schools. ეგ არის რაღაცა ძალიან დასაფასებელი რომ ანუ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მოდი ინვესტიციას ჩავდებ ერთ ადამიანში და ეს ძალიან დასაფასებელია და მაგან გადამოწყვეტინა რომ რადგანაც არა აი მოდი გავაგზავნე თან ეხლა ძალიან ბევრი ცოგით რა არ მიფიქრია რომ აი ალბათ რა მე მოვიგებ რაღაცა იგითები საერთოდ არ მქონია უბრალოდ ყველაფერმა ერთად იმოქმედა და რაღაცა დავაგზავნე ხო მაგრამ ანუ შენი ცადე ანუ შენი რაღაცა მიზანი ქონდა ეს შესაძლებლობა და შანსი მოგეწონა და მაგიტომ ძალიან კარგი. ეხლა რას ფიქრობ რა გინდა რომ ისწავლო, რაზე გინდა რომ გააგრძელო, რა გეგმები გაქვს? ჩემი გეგმები ზოგადად ჩემი გეგმებზე ესე არ ვლაპარაკობ ხოლმე აი 100% დარწმუნებით, იმიტომ რომ არასდროს არ ვიცი რა მოხდება. ერთი გამონაკლისს დღეს დავუშვი და მე შეგიძლია. ხო მოკლედ ველოდები ახლა პასუხს მოვიპოვებ თუ არა სტიპენდიას გერმანიაში სწავლოს ვერაფერებიც როგორც გერმანული ვიცი საკმაოდ კარგად ფლო გერმანულიას და ველოდები იქ და პასუხს თან ჩემი დაც გერმანიაში სწავლობს და რაღაც მგონია რომ გამიადულდება იმ ხრივ რომ ახლა სრულიად მარტო რო ხარ სადაც ქვეყანაში მაინც უფრო ისეთი რაღაც დამძრგუნოელი თან სულ ახლა ოჯახურ იმაში ცხოვრობ რომ აი ყველა თავს ქართული ოჯახები ალბათ კოლონეთით რომ აი ყველა თავს რო გიევლება და ძალიან ისე კომფორტის ზონაა შეთვის მაგრამ ხშირ მიყვარს სიმართლე მაგრამ ისე ძალიან არა რომ ახლა ერთი წელი სულ მარტო ვიყო აი NBA-ში ხარ რაც მაინტერესებს ძალიან კარგი საკითხი ამის ამიტომ რომ ყველა ფიქრობს პირობითად ჩემს ასაკში იმიტომ რომ ყველას გვაქვს ოჯახში ადამიანები რომელიც რაღაცა მომავალს გეგმავენ აი რატომ მაინც და მაინც წასვლა პირობითად ანუ შენ ფიქრობ რომ აქ შეიძლება არ მოგეცეს რაღაცა საკმარისი საშუალება
შენი რაღაცა არ ვიცი საერთოდ რაზე გინდა რომ ხოვეთვე მე მაგალითად ისეთი ფაკულტეტი მაქვს არჩეული რომ ცოტა მიყირს გადავწყვიტო საქართველოში სად ანუ რომელი უნივერსიტეტი დავაყენო თუნდაც პრიორიტეტად მე მინდა გარემოს დათვით ინჟინერიაზე ჩავარება და თან გერმანიაც იმიტომ გადავწყვიტე რომ ამ საკითხში ძალიან მობილიზებულები არიან ასე ვთქვათ თან მაღალ დონეზე არის გარემოს დათვით ეკოლოგია და ასეთი საკითხები და თან უამრავ უნივერსიტეტს აქვს ეს ფაკულტეტი და იქ თვითონ სამომავლოდ რო უყუროთ ეხლა რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე ფიქრობ იმასაც რომ სწავლის მერე უნდა დაიწყო სწავლის მერე ან თუნდაც პარალელურად მუშაობა და ანაზღაურებაც გინდა რომ კარგი იყოს და ბავშვობიდან მინდოდა გარემოს დაცვა მე ფეექსე კლასი და მაგათ ესეთი ცოტა რამ განაფრობა ცოტა რომ გადავხტეთ ჩემს ბავშვობაში მე 6 კლასში როცა ვიყავი ზუსტად ახალი დაწყებული იყო კოვიდი და რაღაცა ონლაინ სატესტო რეჟიმი მიმდინარეობდა და ბიოლოგიის მეთქი ფულების მასწავლებლად აგვავალა ესეც რაღაც რა მოდით ახლა თქვენ მოიფიქრეთო ისეთი დანადგარები აი როგორც არის ქარის მაშინ ქვია ვინ ქართულთამაჭი ეს არის დასკილობრას დანადგარები და მზის პანელები როგორც არის აი რამეებს გავსია როდესაც შეიძლება ელექტროენერგია გამომიშოს ადამიანმა და საერთოდ ამოვიწყდა ეს დავალება რაღაც მეგზე ყოველი ისაბედი ბედნიერია რომ სახში ზის და ონლაინები რომ დაიწყო ყველა ბედნიერი იყო მე და მე მეუბნება რომ აბა ელისაბედ რა მოიფიქრეო და აი არ ვიცი უცებცი მომხდა მასთან და მე რაღაცა ისა და წამებში მოვიფიქრე რომ მოდი ესეთი თან იქ თაკიო ფევითომ სახში მოვიფიქრე რომ ეს მე ამაზე ვიფიქრე რაღაც და უთხარი რომ მეთქი მასწავლო ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რომ ხმაურის ხარჯზე დიდ ქალაქებში სადაც უამრავი ხმაურია ისეთ ქუჩებში სადაც მუდამ რაღაცა მანქანის სიგნალის ხმა ისმის და მოკლედ უამრავი ადამიანი ერთად შეიყრება ხოლმე იქ რატომ არ შეიძლება ესეთ დანადგარი იყოს რომელიც ხმის ანუ ხმაურის ხარჯზე გამომეშვებს ელექტროენერგიას და ჩემს აბერინდა თორდა რომ პროფესიო ისადაც შენ გამოხვალ აი ნუ ეს უფრო ესეთი ფიზიკის საკითხიც არის მე ეს ან დადიალის გამოგონება იდეაში მაგრამ მაქედან დაიწყო რომ აი ელისაბედ შეუნდა გახდე გარემოს დამცველი და ესეთი რაღაცები მოიფიქრა ანუ ოჯახიდან არ ყოფილიყო დირექტორად და ასე გავლენა აი აუცილებლად მივეც ეს რაღაცა პროფესიო და თანაუგრძნოდ არ ყოფილა ესე და მე მინდოდა მე სულ მაგაზე ვფიქრობდი ხოლმე რომ აი რა შეიძლება გავაკეთო და რაღაც და მე ესე მოვედი აქამდე და ზოგადად რომ ფიქრობდი პროფესიებზე ესე ზოგი ხო არ გულით გზნობს რომ მე დაბადებული ვარ რომ ვიყო ექიმია მე დაბადებული ვარ რომ ვიყო რაღაცა არ ვიცი მინდოდა სულ ეს გარემოს დაცვა და რაღაც ესეთების ან სფეროში მაგრამ ესე გულით რომ ძალიან მინდოდა რაღაც კონკრეტული და მე ფიქრა რომ ამისთვის ვარ დაბადებული არასდროს არ ყოფილა და ამიტომ რაღაცა პლუსებით და მინუსებით ვფიქრობდი რომ აი და ჩემ თვითონ შემქონდა დავაგებული პროფესიები და რატომ არა და რატომ არა ის და რატომ კი ეს და მე რაღაცა ამ გარემოს დაცვას თან ბავშვობიდანაც რა იყო ეს რაღაცა წამოსული თან ის რომ ძალიან მაღალ ანაზღაურებადია ახლა პროექტებს ვინც წერს და იმუშაობს კი თან ანაზღაურებაზე ყავი სამ ვიდეოში ანუ შენთვის ეხა რაც გისმენ არის ის რომ ანუ კარგია რომ ეს შენი პროფესია და შენ კიდე რომ ეს პროფესია ისწავლო ამოსგროულად ფულის ხო რაღაცა მატერიალური ნაწილი ესე თქოს გაინტერესებს ჩემი აზრით მე ასე ვფიქრობ რომ თუ ჩენს სამშობლო ანუ შენს ენთუზიაზმი და ენერგიას და რაღაც თუ ანაზღაურება არ იქნება კარგი მაშინ ისეთი რაც შეეფერება იმ შენს ენთუზიაზმს მაშინ ჩემი საქმიანობაც ნაკლებად გეყარება რაღაც ესე მგონია აი ვარ არსებობს ზოგადად მატერიალური სამყარო მაგაზე რა დოს მაინც გააკეთებდი მაგ საქმეს არ ვიცი დას გავაკეთებდი რომ ეს არ მოვიდგინე რომ სამყაროში არის რაღაცა ფული და რაღაცა მატერიალური ნაწილი არ არსებობს რა საქმე დაკავდებოდი
შეიძლება აი, კარგი ჭეცა, არ ვიცი, ბევრ რაღაცას ვაკეთებ, ვფიქრობ და თანამედროვეულად რაღაც კონკრეტულს. მე იდეაში ძირითადად ნაწილში რაღაც გარიდობი და მარკეტინგის კუთხით მოძრავ ამ ეტაპს. იმიტომ რომ მე მომწონს ადამიანებთან საუბარი და მათი რაღაცა პრობლემების ლოცვენა და დახმარება რომ რაღაცნაირად ეს პრობლემები მოვარვარ. მე არ ვიცი რა შემდი ეს სხვადასხვის ერთი ისეთი ფაქტია მე მოხალისე ვიყავი ზოოპარკში რაღაცნაირად ვიფიქრე რომ მოდი აქტივობების დაგროვების დრო აისაბეთ და თან დაგროვების დრო დასტიშნასე ეს ახლა აბიტურიენტი ხარ და თუნდაც ვფიქრობ უცხოეთში ჩავარებაზე ან უბრალოდ გინდა რომ რაღაც აქტიური ადამიანი იყო სოციალურად აქტიური ადამიანი იყო ვიფიქრე რომ მოდი რაღაცა ჩემ სფეროსთან ყველაზე ახლო მაინც რაც არის იქ მივიდე და თან ესე მოხალისეობა დიდად დაფასებული არ არის და თან ვერ ვწდებოდი რაც შეიძლება წავსულიყავი მაგრამ მე გავახსენე ზოოპარკი და ასე თუ ისე მაინც ახლოს არის გარეგოს დაცვასთან რაღაცა ახლა სად უბრალოდ რაღაც ყოფილიყავი და კომპიუტერში მეკრიფა Excel-ში რაღაც ფაილებში ვიღაცა და დაფავე. ნუ ეს პარი რაღაც ნაწილი ხალხის სექცია ამონებს ხო თქო არა ეს აქტივობა კარგი იქნებოდა ხოც უნივერსიტეტში ჩასაბარებოდა მაგრამ მე სხვა განსხვავებულ წავსულიყავი ანუ არ დამჭირდებოდა ასე ვთქვათ და ამიტომ მივედი ზოოპარკში და დამკვდნენ აი უკარგესი ადამიანები მართლა და ზოგჯერ ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ყველგან კარგი ადამიანები გამერტლა და რაღაცა ესე ვარ სულ მაგით კარგი შენ სტადობითი ადამიანი ხარ და მაგითო ცი რა მითხარი ეს გასაგებია შენი აზრი მეგობრები რა ვინც შეიძინა ამ პროექტის დროს ეგენი დასფიქრობენ ზოგადად ანუ ეგენიც პირობითად პროფესიის კუთხით პირობითად რაღაცა მატერიალური ნაწილი მოახსენეთ ზოგ შეიძლება უცხოეთში უნდადეს წასვლა ზოგ შეიძლება ბრიტანეთში ზოგ შეიძლება აქ უნდადეს ამ უნივერსიტეტში გასაგებ თუ გისაუბრია ძალიან ბევრს უნდა ბრიტანეთში სხვა შავე ხო? კი ბრიტანეთში ძალიან ბევრს უყარს და რაღაცა ეს განსაკუთრებულია ბრიტანეთში კი ძალიან ისე რა ქვია ყველას იქით მიუხსოვსული ბევრს ესე ვერ ვიტყვი რომ ყველას უცხოეთში წასვლა უნდა მაგრამ ბევრი ფიქრობს აქ ახლა თქვენ ერთ პოდკასტში და კაიგებთ მაგრამ მე როგორც ვიცი ბევრს წასვლა უნდა ბევრს დარჩენა უნდა ესე კონკრეტულად არ არის რომ აი უდიდეს ნაწილს აუცილებლად გადაწყვეტილი აქვს რომ მიდის თუმცა მაინც რაღაცნაირად აი პრიორიტეტს ანიჭებს ბევრი წასვლას ალბათ ის რომ უცხოური უნივერსიტეტის დიპლომი მაინც უფრო რაღაცნაირად დაუფასდება და ალბათ ის რომ ანუ რა ქვია გლობალურად უფრო მარტივია იგი ნიშნავს ფოკუსს გასა ხო და ანუ მე ძალიან გამიხარდა რომ გავიგე ბრიტანულ უნივერსიტეტს რომ ანუ რეალურად ნახე სახლის კომფორტი აქვს და თან ამავდროულად ანუ ის რასაც ანუ შინაგანად ეზეცის ადამიანი რასაც შენაბობ რომ უცხოური დიპლომი უკეთ დაუფასდება ზუსტად იგივე რაღაცას გასწავლის ბრიტანულ უნივერსიტეტში და ეგ ძალიან არიციან მაგის შესახებ მაგრამ მე ძალიან გავიხარდა ეგ რო გავიგე რომ ბუკინგემის მიერ აღიარებული დიპლომი და ძალიან მომეწონა ეგ ფაქტი ზოგადად მაინტერესებს ანუ ისინი რას ფიქრობენ სიტყვაზე ან შენ სამეგობრო წრე რას ფიქრობს ჩემ სამეგობროდ ბევრი დარჩა მე ვფიქრობ რომ ზოგადად ყველა ადამიანი ყველა 17 წლის ბავშვი არ აქვს მზად იმისთვის რომ დამოუკიდებლად მარტო იცხოვროს იმიტომ რომ მე ხლა თარგაგებს იმიტომ ჩემ მე და ჩემს შორის არის 11 თვის ხვაობა და აი ისე ვარ რომ ჯერჯერობით მაგას ქვია Irish twins ანუ ეს თუ ვარ ხო მე რო ვარ 17-ის მე ისიც 17-ის არის და მე ხდება თრა არ ვიცი ფაფიცეს Irish twins არის აბსოლუტურად და ანუ საერთოდ ყველაფერს უყურეთ ერთმანეთს და რაღაცა თვითონ მაგალითად ქონდა იმისთვის ანუ იყო იმისთვის მზად რომ ასულიყო და მარტო ყოფილიყო მაგრამ მაინც არ არის ესეთი მარტივი რომ უცებ მოწყდა რაც შევსახს მიდიხარ კომფორტულად ხარ და საჭუც კი ან რაღაცა თუ რფირო ვითათ მამა დედა რაღაც საწას გაფეთრებს
იქ რაღაცა რო თქო, ისა ესა მაინც ანუ კომფორტის ზონაში ხარ და იქ რომ მიდიხარ სადღაც კამპუსში ცხოვრობ ერთ ოთახში 12 კვადრატში და მაინც ნუ ქართველები კი არიან და იქ ხელს კი განუყიდებელ ცხოვრება. მაგრამ დაუკიდებელ ანუ ყველაფერს თვითონ აკეთებ და ეს ისე უნდა შევთავს ერთმანეთს რომ რაღაცნაირად სწავლაც არ გადადაგვერძე და თან მithუეთ ეს ბევრი ვერავი ქომს იმას რომ არ არის ძალიან მარტივი როცა ქართულ ენაზე არ იმაშორი გიწევს ცხოვრება. ანუ ყველანაირი კომუნიკაცია გიწევს სხვა ენაზე აღარც ქართული всё გვერდზე გადა და უნდა ისწავლო ის ყველაფერი ანუ უნივერსიტეტში უცხო ენაზე და მე შენ გადახარშო ეს ყველაფერი ძალიან თულია მოკლედ რა ყველანაირი ასპექტი თუმცა ყველაფერს მე ზოგადად ვფიქრებ რომ ყველაფერს დადებითი და უარყოფითი აქვს ზოგადად ანუ ცხოვრებაში რამე ჩემთან ვთქვათ ისეთი თუ ხდება რა რაღაც ნეგატიური ან ვფიქრობ რომ რატო პირიქით მომხდარიყო რაღაცა სულ ვფიქრობ რომ აქედან რა უნდა ვისწავლო და რა არის აქედან კარგი მაგალითად ანუ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი არ არსებობს ვთქვი რომ რაღაც მიიღო ნებისმიერი და მოკლედ ესე არის რა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი ვისთვის როგორ აი სრულად არის დამოკიდებული ინდივიდზე და ვის როგორი ესენია რა ქვია გეგმა თუნდაც რაღაცა შეიძლება მენტალურად არ ქონდეს ისეთი მდგომარეობა რომ ახლა გადაწყვიტა რომ მოდი აუვალ ერთი წლით ეს გიალოგები თუ რამდენი წელიწად და ვისწავლე უცხოეთში და ბევრისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობას ძალიან კარგი შესაძლებლობას აძლევს ბრიტანული უნივერსიტეტი და თუნდაც ანუ დიპლომს გასდევს ისეთ აღიარებულს საინტერესო აღიარებულს ანუ უცხოეთში რასაც მიიღებდი და თან არ გიწევს რომ ფიზიკურად უცხოეთში იყო ანუ ნაშის კომფორტია გავედრო არის ძალიან დიდი პრიუსი პერიოდში ვუშვებდი მე ბრიტანულ უნივერსიტეტში ჩავარებას მშვენიერი გამოსავალია როცა თუნდაც იყო საქართველოში დარჩე და კი ძალიან კარგია მაგრამ ძალიან კარგი მშვენიერი ელიზაბეთ რა მაინტერესებს იცი აი პირობითად აქედან ერთ წელში რაღაც ძალიან ისე გამომდის შეიძლება ან ერთ წელში ან 3 წელში ან 5 წელში სად ხედავ შენ თავს როგორი იქნება აქედან 5 წელში ელიზაბეთი დასკერო იმიტომ რომ ეხლა რაც ჩემ მიყობი ან ნაფიქრი გეკაშკა შეიძლება რაღაცებში დარწმუნებული არ იყო იმიტომ რომ რთულია რაღაცებში დარწმუნებული იყო იმიტომ რომ შენ ისევ რაღაცა კლევის პროცესში ხარ მაგრამ ნუ აი სად ხედავ როგორი გინდა რომ იყოს ელიზაბეთი წელში ისე იგი ხა სხვა შეიძლება ბევრი სულს ხოლმე მაგას და მე ისე რომ იგნით და საბეკ ზოგადად იდეალურ სამყაროში სად ეცნებათ იდეალურ სამყაროში სად ვიქნებოდი ალბათ მე მინდა რომ აუცილებლად ვიყო საქართველოში თუნდაც განათლება რომ მივიღო უცხოეთში მაინც ვფიქრობ რომ მინდა რომ არ ვფიქრობ რომ შეიძლება სულიად ანუ სულ არ ვიყო ფიზიკურად შეიძლება სოფიოს სხვადასხვა წერილში ვიყო მაგრამ მინდა რომ საქართველო ასე ვთქვათ შეგვერიდიოს თუ შენ და მე ვიყოს თოლსმედიც სულ და იმას ვფიქრობ რომ მე ჩემი და როგორც გითხართ სწავლობს სამშენებლო ინჟინერიაზე და მე რაღაც გარემოს დაცვაზე და გვინდა რომ ის ერთიანად ეხლა ძალიან შეიძლება ჩანს რაღაც ხაბრულა და ჯერ ესე ბროუთი-დეის დონეზეა მაგრამ გვინდა რომ რაღაც ესეთი ორიენტაცია თუ ბიზნესი თუ არ ვიცი რაც შეიძლება დაექვეს შევქმნათ რომ ერთად რაღაც გავაერთიანოთ ეს ორი პროფესია ჩვენი ცოდნა და მე პროექტებიც გადასარევად მაგაზე გაქვს ორაფერს ვერ გააკეთებ ვერ შენ და ვერ შენი და რომ ის შენ ცოდნა რაც იქნება პირობითად ყველაფერი აქავერტ რას ორ მომეწონება ხა ვიღაცას ესე მაინც გეუხარხულება რომ ეჩხობა და თინა და შენ და სიყვი და they are accept thanks ვერ შენ და რო გეჩხულს მაგს არ გეშევია არა უშოს მეცეჩ და შენიერ ეხა ემზადები ხო რაღაცა გამოცდებისთვის ეროვნულიანოს დიუდადასა რა კი ვაპირებ აუცილებლად პარა გამოცდები და წერები ეროვნულობის კარგი სხვა გამოცდა აი როგორც გითხარი სტიპენდიისთვის ჯერ რაღაც გამოცდის და წაგაგენ ეს მოვიშორე როგორც იქნა ანუ ნერვიულობდი რა ესე ვიყავი რომ აი
საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩემს სტიპენდია მომავალში. ეგ გავუცდო და შო ეგ არის. ეროვნულები და დამჭა და ცოტა დასვენებული ვარ და რატო ეროვნულები დამჭა. მე ეროვნულებს შემნისაგენი უსჩამება. 3. სანო. ქართული, ინგლისური და მათემატიკა. მე მათემატიკით გადავწყვიტე ჩავარება. დიახ. შენია ძალიან კარგი. კარგი გეგმები გეცა. თეორია შესრულდეს და სულ ამაზე ვფიქრობ, რომ აი თქვენს რომ გითხრათ 5 წელში საკედა უთავსო და მე ვფიქრობ, რომ აი არასდროს არ წარმოვიდგენ დაიშურების ადგილზე რო ვარ, ანუ სულ ვფიქრობ გზას, იმ გზას რითიც მივიდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი იდეაში ეგ არის რა გზას გადიხარ. და მაგზიდან რა სწავლობ? ხო, რას სწავლობ ზუსტად. და თავი ეგ არის და კონკრეტულად სად ვიქნები თუნდაც ან რა გამოვა არავინ არ იცის, არც მე არ ვიცი. იმედები მაქვს რა თქმა უნდა ხა ჩემ თავში და ესე ვიძიო. თავი ეგ არის. თავი რომ საკუთარი თავს იბჯერ. მაგრამ თავია ხო რა, როცა ჩემს გეგმას მიუყვე და ის გზა გავიარო და რაღაცები ვისწავლო. ალბათ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დამიჯერე შენ ეხა ისეთ ასაკში ხარ, რომ ძალიან ბევრ ჭეშმარიტებას გაიდე თხოვრის შესახებ და შეიძლება ბევრ რაღაცაშიც აზრი შეგეცვალოს, შეიძლება არ შეგეცვალოს და მაგის ყავი მზად და ყოველთვის ეცადე, რომ ასე მაქსიმუმი ამოიღო იმ კონკრეტული მომენტიდან ცხოვრების, იმიტომ რომ რაღაც ყველა ნაბიჯი, ყველა შენი პროგრესი იქნება გაკვეთილი, რომელსაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიდა. ჩვენ იდეაში შემდეგი სტუმრის ერთ-ერთი მონაწილე იქნება, ჯერ სურპრიზია ვინ იქნება ჩვენი პოდკასტის მონაწილე. რაღაც კითხვა დაუტოვე, მოდი შემდეგ სტუმარს. რას კითხავთ? რას კითხავდი? აი ნებისმიერ. ნებისმიერ რა გინდა რომ კითხო? ან რას ურჩევდი მაშინ? მონაწილეა, ნახე თან მონაწილე იყო რაღაც მომენტში შენი კონკურენტიც იყო. ხო. აი რას ფიქრობ, აი მაინტერესებს მაგას. მე ისეთი ბავშვები არიან, რომ საერთოდ ჩემი რჩევა არ სჭირდება, ყველა ისეთი იმდენად რაღაც თავიანთ მოსაზრებებში იმდენად სწორები არიან და ისეთ დამოუკიდებლები და რაღაც ძლიერები, რომ არ ვიცი, მე მგონი არ ჭირდებათ არაფრის რჩევა, მაგრამ კითხავდი, რა ცოტა ინტრიგას ჩავავდებ და შეიძლება ბანალურია, რომ კითხავდი ბინგონია, რომ ანუ გაიმარჯვებს სამ პროექტს. Sorry. Seni ya, şöyle, abi kifa.